გლობალური ბირჟებისკენაც გავიხადოთ, გავიგოთ როგორი ვითარება არის და მოლოდინები მათ შორის, რასაც ტრადიციულად საქმიან დილაში გალტენ თაგარტის ბროკერები წარმოგვიდგენენ. დღეისთვის პრეზენტაცია გამზადებული აქვს ანი სამხარაძეს და გალტენ თაგარტის ასოცირებული brokeri უკვე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანი, დილამშვიდობისა და გისმენთ. დილამშვიდობისა, ნინი, მადლობა წარდგენისთვის. მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. გასული კვირის მიმოხილვით რომ დავიწყოთ, ამერიკაში ისევ გრძელდება აქციების ზრდის ტენდენცია, უკვე რამდენიმე კვირა წამყვანი ინდექსები ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებენ, არც გასული კვირა იყო გამონაკლისი და S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსს წინა კვირასაც ახალი რეკორდული მაჩვენებლები ჰქონდათ. ზრდა გარკვეულწილად გამოწვეული იყო კარგი კორპორატიული შედეგებისა, რომელიც წამყვანმა ბანკებმა აჩვენეს. მოგეხსენებათ, წინა კვირას გაიხსნა Wall-Street-ზე კორპორატიული ფინანსური შედეგების გამოქვეყნების სეზონი და ისეთმა მსხვილმა ბანკებმა გამოაქვეყნეს მათი შედეგები, როგორც Goldman Sachs, JP Morgan და Citibank-ია. ასევე საკმაოდ საინტერესო იყო ეკონომიკური თვალსაზრისითაც. წინა კვირას გამოქვეყნდა ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ივნისში 0.3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 5 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ზრდა იყო თვის ჭრილში, რასაც ნაწილობრივ ტარიფების ზრდას უკავშირებენ, ხოლო წლიური ინფლაცია კი 2.7%-მდე გაიზარდა და საბაზო ინფლაცია კი 2.9%-მდე, თუმცა ზრდის მიუხედავად ეს ყველაფერი მაინც მოლოდინების ფარგლებში იყო და აქციებზე და საფონდო ბირჟებზე მას დიდი გავლენა არ ქონია. თუმცა კვირის შუაში იყო გარკვეული რყევები ბაზრებზე, მას შემდეგ რაც გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაველი შესაძლოა თანამდებობიდან გაანთავისუფლოს, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არ არის სიმართლე, რის შემდეგაც ეს ბაზრები დასტაბილურდა. კორპორატიულ სიახლეებში რომ გადავინაცვლოთ, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ კარგი კვირა იყო ბანკებისთვის და განსაკუთრებით კარგი კვარტალი ჰქონდა Goldman Sachs, რომელმაც მოახერხა და როგორც შემოსავლების, ისე მოგების ნაწილში მოლოდინებს გადააჭარბა. ბანკის მოგებამ თითო აქციაზე $10.91 შეადგინა, რაც 22%-იანი ზრდა არის ერთი წლის ჭრილში, ხოლო შემოსავლები კი $15 მილიარდამდე გაზარდა, რაც ასევე 15%-იანი ზრდა არის. შემოსავლების უდიდესი ნაწილი ბანკმა დააგენერირა მისი საბროკერო მიმართულების დეპარტამენტში, სადაც საკმაოდ გაზრდილი იყო აქტივობა ვაჭრობის მიმართულებით და დაახლოებით 36%-იანი ზრდა იყო, ხოლო თანხობრივად კი მოახერხა და $4.3 მილიარდი შემოსავალი დააგენერირა. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული გაურკვევლობა და გეოპოლიტიკური დაძაბულობა შესაძლოა აქციებზე ცუდად მოქმედებდეს, თუმცა გაზრდილი ვლატილობა საკმაოდ ააქტიურებს ინვესტორებს და ისინი ბევრად უფრო აქტიურად ვაჭრობენ აქციებით, რაც ბანკებისთვის საკმაოდ კარგი სიახლე არის, შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება მათ შემოსავლებზეც. ასევე საკმაოდ კარგი კვარტალი იყო საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებითაც, სადაც გაზრდილი იყო M&A ტრანზაქციები და აქაც მოახერხეს შემოსავლების გაზრდა დაახლოებით 26%-ით. სწორედ ამ გაზრდილი შემოსავლების საფუძველზე Goldman Sachs-მა მოახერხა და გადაწყვიტა, რომ შემდეგ კვარტლებში გაზარდოს გაცემული დივიდენდი და ნაცვლად $3-ისა მათ აქციონერებს შემდეგ კვარტლებში $4 გადაუხდით თითო აქციაზე. რა თქმა უნდა, ეს სიახლეები საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს ინვესტორებმა და წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე ბანკის აქციის ფასი დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი. საკმაოდ კარგი კვარტალი იყო ასევე Netflix-ისთვისაც, რომელმაც მოახერხა და მისი მოგება ერთ წელიწადში 45%-ით გაზარდა და $3 მილიარდი შეადგინა. ასევე რა თქმა უნდა, შემოსავლებიც გაზრდილი იყო კომპანიაში 16%-ით და $11 მილიარდ მიაღწია, ხოლო მოგება თითო აქციაზე კი $7.19 იყო. სამომავლოდ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ კომპანიაში და ისინი მოელიან, რომ კიდევ შეძლებენ შემოსავლების გაზრდას, რის საფუძველსაც მათ გაზრდილი გამოწვევთა რაოდენობა და ასევე ფასები აძლევთ. ასევე წლის ბოლომდე ორი პოპულარული სერიალის Stranger Things-ის და Wednesday-ის ახალი სეზონების გამოსვლა იგეგმება, რაც წესით და რიგით პოზიტიურად უნდა აისახოს Netflix-ის გამოწვევთა რაოდენობაზე და ასევე მათ შემოსავლებზე. წლის დასაწყისიდან უკვე 27%-ით არის გაზრდილი აქციის ფასი და ინვესტორები საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილი აქციის მიმართ. ასევე საკმაოდ ინტენსიური კვირა იყო Nvidia-სთვის, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა წინა კვირას მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობისგან მან მიიღო ნებართვა, რომ კვლავ განაგრძოს მისი ჩიპების ჩინეთში ექსპორტი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უფრო ვრცელ სავაჭრო შეთანხმებას უკავშირდება, რის საფუძველზეც ასევე ჩინეთი განაგრძობს ამერიკაში იშვიათი ელემენტების იმპორტს. სწორედ ამ ნებართვის მიღებამდე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუაგი შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს და ის ასევე ჩინეთში
იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც სხვადასხვა ოფიციალურ პირს შეხვდა, რათა კიდევ უფრო მეტად დაახლოვოს და ამერიკა და ჩინეთი ტექნოლოგიურად. ამ სიახლეს, რა თქმა უნდა, ინვესტორები ძალიან პოზიტიურად გამოეხმაურენ, რის შედეგადაც აქცია 5%-ით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან კი Nvidia-ს აქციის პასი უკვე 27%-ით არის გაზრდილი. რომ გადავინაცვლოთ აზიასა და ევროპაში, იქ შედარებით სტაბილური კვირა იყო და ინდექსებს დიდი ცვლილებები არ დაუფიქსირებიათ. მთავარი აქცენტი ამ კვირაში იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრაზე, სადაც მონეტარულ პოლიტიკას მიმოიხილავენ. იაპონიასა და ჩინეთშიც უფრო სტაბილური კვირა იყო, თუმცა იყო მცირედი ცვლილებები, ნიკეის ინდექსი 0.6, ხოლო ტოპიქს ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო შანხაი კომპოზიტის ინდექსი 0.7%-ით იყო გაზრდილი წინა კვირას. მიმდინარე კვირაში ამერიკაში რამდენიმე სიახლე იქნება, მათ შორის იქნება დღევანდელი ჯერომ პაველის გამოსვლა ვაშინგტონში არსებულ საბანკო კონფერენციაზე, ხოლო მთავარი აქცენტი კი ისევ კორპორატულ სიახლეებზე იქნება. შედეგებს გამოაქვეყნებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც Tesla, Coca-Cola და Alphabet-ია. მადლობა. Ani, მადლობა ყოველკვირეული მიმოხილვისთვის. Ani სამხარაძე, Galten Tagartis ასოცირებული ბროკერი იყო ჩვენთან ერთად.